მოგესალმებით. ვაგრძელებ ჩემს თავგადასავალს წონის კლებისა და გაჯანსაღების პროცესში. და დღეს მინდა ვისაუბრო ნახშირწყლების საკითხზე, რომელზეც კომენტარებში ბევრი, ასე ვთქვათ, კამათი წავიდა. და აზრები გაყოფილია, ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რეალურად ნახშირწყლები აუცილებელია თუ არა ზოგადად ადამიანის ფუნქციონირებისთვის და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საინტერესო აზრი შეიძლება ამაზე ითქვას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ კონტექსტი, ის კონტექსტი, რომლითაც, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანები საუბრობენ ნახშირწყლებზე და ნახშირწყლებთან მიმართებაში სხვადასხვა ტიპის გამოცდილებები არსებობს. პირველ რიგში მოდით განვასხვაოთ სიტუაცია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, რომელიც მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი მარტივი რაღაცა რამდენიმე კილოგრამით გადაჭარბება და ის სიტუაცია, როდესაც ზოგადად ადამიანის ჭარბი წონა არ აწუხებს. აი მაგალითად, თუ ავიღებთ ისეთ სიტუაციას, რომ ჩვეულებრივად არის ადამიანი ნორმალურ წონაში, უბრალოდ ფიქრობს, რომ რაღაცა ზედმეტი, სადღაცა მუცელზე ზედმეტი ესა აქვს, რო ქვია, ცხიმი აქვს, ან რაღაც, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, სადმე რაღაცა აქვს, მოსაცილებელი, ასე ვთქვათ, რომელსაც ფიქრობს, რომ უნდა მოიცილოს. ეს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია იმისგან, როცა ადამიანს აქვს ჭარბი წონა და უნდა რომ დაიკლოს. ასევე სრულიად განსხვავებულია შემთხვევა ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს ჭარბი წონა და მან უნდა მიიღოს თუ არა ნახშირწყლები, ეს კითხვა არის სხვა კითხვა საერთოდ და როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა ისე როგორც მე, ამ შემთხვევაში, ნახეთ რა ხელმუცელი მაქვს. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვნად განასხვავებს პასუხს ამ კითხვაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც თუ ვინ რას გულისხმობს ნახშირწყლებში. აი მაგალითად, თუ ავიღებთ ისეთ ნახშირწყლებს, როგორიცაა ძირითადად გადამუშავებული ნახშირწყლებით მიღებული საკვები, აი თუნდაც ფქვილით გამომცხვარი, სხვადასხვა პურფუნთუშეული, სხვადასხვა ტიპის მაღაზიაში აღებული, მაგალითად ჩიფსები, კრეკერები, ორცხობილები და ასე შემდეგ. ეს არის თუ არა საერთოდ საჭირო ორგანიზმისთვის, საერთოდ საჭირო. იმას კი არ ვამბობ, რომ მავნეა თუ არ არის მავნე. მოდი მავნესაც თავი დავანებოთ. საერთოდ არის თუ არა საჭირო, ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ არა. ანუ ზოგადად არ შეუძლებელია ესეთი, ასე ვთქვათ, ნახშირწყლები ზოგადად საჭირო იყოს ნებისმიერი ორგანიზმისთვის. ჯანმრთელი იქნება ეს, არაჯანმრთელი, მსუქანი, გამხდარი, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. და ის ადამიანებიც, ვინც სავარაუდოდ კომენტარებში კამათობდნენ ნახშირწყლების ასე ვთქვათ, საჭიროებას, ასე ვთქვათ, ამტკიცებდნენ, დამეთანხმებიან, რომ სავარაუდოდ დამეთანხმებიან, რომ ისინი არ საუბრობენ ასეთ ნახშირწყლებზე. საუბარი არის ისეთ ნახშირწყლებზე, რომელსაც ეძახიან რთულ ნახშირწყლებს, ანუ ისეთს, რომლის გადამუშავებაც კუჭს გადასამუშავებლადაც კუჭს მოუწევს და ზოგადად ორგანიზმს მერე მოუწევს საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვა. და ესეთი ნახშირწყლები ძირითადად არის ბოსტნეულში, მაგალითად, ოღონდ არა მაგალითად ისეთ ბოსტნეულში, როგორც არის კარტოფილი, მაგას რა თქმა უნდა არ გულისხმობ, კარტოფილი ჩათვალეთ, რომ მარტივია ისედაც. გულისხმობ აი, მაგალითად აი კიტრში არის ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის ნახშირწყლები. მაგალითად, არ ვიცი, ნებისმიერ მწვანე, უმეტეს მწვანე
ბოსტნეულში, როგორიცაა ვთქვა, არ ვიცი, ბროკოლიში ავიღოთ, ხო? ბროკოლიშიც რაღაც რაოდენობა მცირედი არის ნახევარწყლები და რა თქმა უნდა, როდესაც მე ვამბობ იმას, რომ ნახშირწყლების მიღება არ მოსულა, არ გულისხმობ ზოგადად მაგას. არ გულისხმობ იმას, რომ რეალურად ნახშირწყლები მოდი დემონიზება გავაკეთოთ ყველანაირი ნახშირწყლის. ეს არ არის ჩემი ამოცანა, მაგრამ აქვე მინდა გაგიზიაროთ ის კონკრეტული მომენტი, რომელიც ჩემი პერსპექტივიდან ჩანს, თუნდაც რთულ ნახშირწყლებთან მიმართებაში და ის გამოცდილება, რომელიც მივიღე მე ბოლო თვე-თვენახევრის განმავლობაში ზოგადად ამ მიმართულებით. არა მხოლოდ თვენახევრის, არამედ ისე ზოგადადაც ძალიან დიდი ხანია წონისკლების პროცესს, ანუ ჩემ ჭარბწონას ვებრძვი და წონისკლების პროცესის დალაგება წლებია უკვე, ასე ვთქვათ, გამიჭირდა და ეს თვენახევარი არის პირველი შემთხვევა და ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა, როცა მართლა მოვახერხე, რომ სიტუაცია ისე ვაკონტროლო, რომ არ ვიყო დასტრესილი და თან რაღაცა ბუნებრივად და კარგად ჩაჯდეს, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში ინტეგრირდეს კარგად, ხო? მაგრამ როგორ მოვახერხე ეს და რა შუაშია აქ რთული თუ მარტივი ნახშირწყლები, ამაზე არის ჩემი აზრით პასუხი გასაცემი. ანუ როდესაც მე ვსაუბრობ ნებისმიერ ჩემს ვიდეოში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა წონიდან მოვდივარ და რისკენ რა არის ჩემი მიზანი. ანუ როდესაც მე ვსაუბრობ, მე ვარ ადამიანი, რომელიც მოდის 178 კილოგრამიდან 169 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში და 178 კილოგრამი იყო ჩემი წონა პიკში. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი წონა იყო ეს. ამ ეტაპზე ანუ მუდმივი კლება მიდის, იქიდან გამომდინარე, რომ ნახშირწყლებს თითქმის საერთოდ არ ვიღებ და არც შაქრებს და რა თქმა უნდა ვარ ძირითადად ცხოველურ ცხიმსა და ცილაზე. შესაბამისად 178-დან ეხლა დაახლოებით 160-ის ფარგლებში ვარ ჩამოსული. წინა კვირაში რო ავიწონე 163.9 ვიყავით, როგორც მახსოვს, პოსტი მიდევს მაგაზე. მაგრამ იმის მერე კიდევ დაკლებული მაქვს, მაგაზე კიდევ ცალკე, ასე ვთქვათ, მოგახსენებთ და გაჩვენებთ პროგრესს. ალბათ კვირის ბოლოს, მაგრამ რეალურად ამ წუთას სადღაც ესე 161-162-ის ფარგლებში, 160-თან მოკლედ ახლოს ვარ რა. აი ამ სიტუაციაში, როცა ამ ხელაწონა მაქვს და ჩემი მიზანი არის დაახლოებით კიდევ უნდა დავიკლო 80-90 კილოგრამი. ასეთ სიტუაციაში ნახშირწყლებზე საუბარი საკმაოდ ასე ვთქვათ, ესეთია, ეს რთულ და მარტივი ნახშირწყლების განსხვავება და ასეთ სიტუაციაში რთულ ნახშირწყლებზე, ასე ვთქვათ, აქცენტის გაკეთება ჩემი აზრით არ არის სწორი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე აღმოჩნდა. შეიძლება სხვებისთვის ესე არ იყოს, მაგრამ მე ჩემ გამოცდილებას გეტყვით და მაგის მიხედვით მერე შეაფასეთ მოკლედ თქვენთვის რა ჯობია. პირველ რიგში გეტყვით, რომ მქონდა ის, ასე ვთქვათ, გამოცდილება, რომ რაღაც პერიოდი ფასტებს ვაკეთებდი, ანუ შიმშილის პერიოდებს გეგმავდი, intermittent fasting-ი, რასაც ეძახიან, ანუ დღის განმავლობაში რაღაც კონკრეტულ ერთ პერიოდს აიღებ, ვთქვათ 3-4 საათიანი შუალედი, რომელშიც ჭამ და შემდეგ სხვა პერიოდში არ ჭამ და ის პერიოდი, რომელშიც არ ჭამ, გამოიყენება იმისთვის, რომ ის როცა რაც ჭამე ის, რაც შეიძლება ხანგრძლივად იწვებოდეს და მთლიანად დაიხარჯოს და პლუს იმდენად დაიხარჯოს მთლიანად, რომ დარჩეს დეფიციტი და დეფიციტისთვის დრო და შემდეგ შენი ორგანიზმი გადავიდეს უკვე დაგროვებული ცხიმის წვაზე. მაგრამ მაგ სიტუაციაშიც, როდესაც მასე ვიკვებოდი, იყო არა მხოლოდ რაღაცა ყოველდღიურად რაღაცა მოკლე ფანჯარა, არამედ იყო სიტუაციები, როცა მაგალითად ვაკეთებდი 2-3-4 დღიან გამიკეთებია ერთკვირიანი ფასტიც, ხო? ნებისმიერ დროს, როდესაც ასეთ ფასტებს ვაკეთებდი და მერე უკვე კვებას ვუბრუნდებოდი, თუ ნახშირწყლებს მივიღებდი, არა აქვს მნიშვნელობა რთულს თუ მარტივს, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა.
ის შეგრძნებები, რომელიც იწვევს იმას, რომ აი გინდება უფრო მეტის ჭამა, უფრო მეტი ნახშირწყლის და ტკბილის მიღება და ასე შემდეგ, ეს შეგრძნებები ყოველთვის მიბრუნდებოდა უკან. როცა რო შევადაროთ სიტუაცია, როცა მაგალითად არ მშიმშილობ, ესე დაგეგმილად ფასტს არ ვაკეთებ, მაგრამ მარტო ცხოველურ ცხიმსა და ცილას ვიღებ, ამ შემთხვევაში ეს შეგრძნებები აღარ ბრუნდება ეგრე, ასე ვთქვათ, მარტივად უკან. პირიქით, ანუ, როდესაც ნახშირწყლებს და შაქრებს არ ვიღებ საერთოდ, ანუ მთლიანად ამოღებული მაქვს, მათ შორის რთული ნახშირწყლებით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რაღაც მომენტში, ჯანსაღად, ვთქვათ, ბროკოლის თუ კიტრის თუ რაღაცის ჭამა შეიძლება ჩაითვალოს. ჯანსაღად, აი ჩემ შემთხვევაში, მაგასაც როცა არ ვიღებ, სრულიად მარტივდება, ასე ვთქვათ, სიტუაცია კლების პროცესში. აი ძალიან მარტივდება რა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება ეხლა ჩემს ასეთი მაღალი წონა ბევრს არ აქვს, როგორც მე მაქვს. მაგრამ, ჭარბი წონა ძალიან ბევრს აწუხებს, ხო? შესაბამისად, აი ამის გათვალისწინებით, აი ამ მომენტის დასაბალანსებლად და ახალი ცხოვრების წესის ასათვისებლად, განსაკუთრებით თავიდან, სანამ ჭარბი წონა მაქვს და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება რაღაცა ჯანსაღად დავიკლო და თან არ დამემართოს ის, რომ არ მიწევდეს ბრძოლა ნახშირწყლებისა და შაქრის ჭამის სურვილთან და ეს სურვილი საერთოდ არ აღიძრას. აი ასეთ მომენტებში მე ჩემთვის ესე აღმოჩნდა მნიშვნელოვანი და ჩემთვის ესე აღმოჩნდა ძალიან, ასე ვთქვათ, აუცილებელი, რომ საერთოდ არ მიმეღო არანაირი ნახშირწყლები. ეს არ ნიშნავს, რომ ნახშირწყლების მიღება, განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეულის მიღება პრობლემა იქნება აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. ეს ჩემთვის აღმოჩნდა ესე პრობლემური. პრობლემასაც ვერ დავარქვი ამას რა, ჩემი გათვლით და თუ არ შევცდი, რაღაც მომენტში, როდესაც საკმაოდ წონას დავაგდებ, მერე შესაძლებელი იქნება ახლიდან, ასე ვთქვათ, ამ ნახშირწყლების შემოტანა რაციონში ნელ-ნელა, ჩემი აზრით, მერე შესაძლებელი იქნება. ზოგადად ერთი ასეთი ექსპერიმენტის ჩავატარე, ეხლა თან ზაფხულია, ხო და როგორც იცით, მაგალითად, ყველს და რძის პროდუქტებს მოვიხმარდა შესაბამისად. ყველთან მაგალითად ზაფხულში ძალიან კარგი სნექია, მაგალითად, ყველი და კიტრი ერთად. ყველას მე მგონი ყველას გვიყვარს. და დაახლოებით თითქმის ერთი თვე იყო გასული, როცა აი ამ კონკრეტულ ცხიმებისა და ცხოველური ცილების კვებაზე ვარ, როცა გადავწყვიტე, რომ მოდი ვცადოთ კიტრი. იმიტომ რომ კიტრში ნახშირწყლები ძალიან ცოტა, ბოჭკოს შეიცავს, ესეთია რა. საინტერესო ბენეფიტები შეიძლებოდა ჰქონოდა. მაგრამ როგორც კი პირველად ეს ცადე და გავსინჯე, ხო? ძალიან მალევე იმ დღესვე დამიბრუნდა ის შეგრძნება, რომ რაღაც კიდევ მეტი მინდოდა, რაღაც კიდევ მეტი ნახშირწყლის ჭამა მინდოდა, ასე ვთქვათ რა. რომელთანაც ამ შეგრძნებასთან ბრძოლა ხდება ძალიან მარტივად, რომ ისევ ცხიმს და ცილას იმატებ ცხოველურს და მარილს და რაღაცებს, რომ ელექტროლიტების პრობლემა არ ქონდეს და ასე შემდეგ და აგრძელებ მე ცხოვრებას რა. მალევე მარცხდება მოკლედ ეს შეგრძნება რა და ანუ არ გიწევს რომ დაარღვიო მაინდა-მაინც კვება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მომეწონა ესეთი ექსპერიენსი. მე ავდექი და მეორე მესამე დღეს რამდენიმე დღე დავანებე თავის საერთოდ. მეორე მესამე დღეს მაინც კიდევ ვცადე ცოტა კიტრის მიღება და არაუშავდა, მთლად ისეთი აღარ იყო. მე კიდევ ვცადე რაღაც რამდენიმე დღის მერე და მერე უკვე ეს, ასე ვთქვათ, მომენტი გაქრა. ანუ ეხლა უკვე კიტრი რომ მივიღო, აღარ იწვევს იმ შეგრძნებას, რომ მაინც და მაინც რაღაცა, ასე ვთქვათ, გინდება რაღაც სხვა ტკბილი ან ნახშირწყალი, მაგ შეგრძნებას უკვე აღარ იწვევს კიტრის მიღება რა. მაგრამ ეს ჩემთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდა იმის, ასე ვთქვათ, დასტურად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ნახშირწყლის, ასე ვთქვათ, დამატება ასეთი კვების დროს საკმაოდ სიფრთხილით უნდა გავაკეთოთ.
ისევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ჯანსაღი წონის სიტუაციაში არ უნდა ჭამო რაღაცა კიტრი, არ უნდა ჭამო ბროკოლი, არ უნდა ჭამო არ ვიცი რაც გიყვართ ბოსტნეულებიდან თუ შეიძლება არ გიყვართ, მაგრამ ასე სალათი ან რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ძალიან დიდი წონა მაქვს. ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს, მას გაცილებით სხვა, ანუ იქ საუბრობენ კიდე იმაზე, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რაღაც კვლევა არსებობს, რომ ნახშირწყლები ვინც არ მიიღო იმის ვინც არ იღებდა დიდი ხნის განმავლობაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა და ასე შემდეგ, მაგრამ შენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, როდესაც ამ წონაზე ხარ, ისედაც დრამატულად შემცირებულია თუ ამ წონაზე დარჩები, ისედაც. და შენ თუ ნახშირწყლების მიღება ამაში ხელს გიშლის, წონის კლებაში ხელს გიშლის და ამ პროცესში ხელს გიშლის, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. როდესაც უკვე დაიკლებ ჩამოხვალ ჩვეულებრივ წონაზე, ახალი ცხოვრების წესს აითვისებ, აღარ იქნები ასე ვთქვათ, ასე დამოკიდებული ნახშირწყლებზე და გეცოდინება საკუთარი ორგანიზმი როგორ მუშაობს. მე რა თქმა უნდა, კაცო, არ არის პრობლემა, მე არ ვამბობ, რომ პრობლემა არ არის, რომ ანუ პურფუნ თუ შეულის ჭამა ყოველთვის პრობლემაა და ყოველთვის პრობლემა იქნება, მაგრამ მაგას არ ვიძახი. ჩვეულებრივ ჯანსაღ ნახშირწყლებსაც ეძახიან და რთულ ნახშირწყლებსაც ეძახიან, ძირითადად ბოსტნეულის სახით. მისი მიღება და ხილში, ხილი არ ვიცი, მაგრამ აი კენკრა განსაკუთრებით, კენკრაც ისეთი უსაფრთხოა ამ მიმართულებით. ოკეი, შესაძლებელია რომ მიიღო, ეგ რა პრობლემაა. ასევე მინდა იცოდეთ, რომ რეალურად ამ პროცესში მე როცა ვსაუბრობ, მე ძირითადად ვსაუბრობ საკუთარ თავზე. ეს საკუთარ თავზე რასაც ვსაუბრობ იმას, რაც ზოგად პრინციპის დონეზეც სწორია და სავარაუდოდ ბევრი ადამიანისთვის სავარაუდოდ აღმოჩნდება სწორი. მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ მე ამ პროცესში ეხლა ძალიან კარგად მივდივარ და ასე გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ ამ პროცესში დავუშვებ ბევრ შეცდომას. ამ შეცდომებზე პირდაპირ, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ვისაუბრებ ღიად, არაფერს არ დაგიმალავთ, თუ რამე შეცდომას დავუშვებ, პირდაპირ გეტყვით. და ეს მინდა რომ იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ონლაინ ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ხაზი, რომ შეცდომები მოსულა და შეცდომებს დავუშვებ. ოღონდ როგორც მე გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, იგივენაირად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გამოცდილება მივიღო და თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ და ზოგადად სხვა ადამიანებმა დაინახონ ამ ჩემი, ასე ვთქვათ, მოდი დავარქვათ პროექტის ფარგლებში, წონის კლების ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, რომ სხვებაც დაინახონ, რომ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. უბრალოდ, როდესაც მე თუ რაღაცნაირად შემოვალ სადმე კამათში, იმასთან დაკავშირებით ნახშირწყლები იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა რამე, მე ყოველთვის კამათობ ჩემი პოზიციიდან და ჩემთვის, იმიტომ რომ ადამიანები, როდესაც რაღაცებს მიკომენტარებენ, მეუბნებიან თუ ჩემთვის რა იქნებოდა უკეთესი და ვიღაც რომ მეუბნება, რომ აი ნახშირწყლები აუცილებლად ეხლა უნდა მიიღო, ეს ჩემთვის სასაცილოა რა, ანუ სისულელეა ამ წუთას ეგ მაგას არანაირი ღირებულება არ აქვს ჩემთვის ეგეთ რჩევას, იმიტომ რომ არაფერს არ ითვალისწინებს ის ადამიანი და მე მაგიტო შეიძლება შევიდე ხოლმე კამათში, მაგრამ სინამდვილეში ესე არის, რომ არანაირი ერთი ჭეშმარიტი გზა და ერთი კონფიგურაციის ბიოლოგიური მოცემულობა არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ერთი ჭეშმარიტი გზა, რომელიც ყველას ერგება. თუმცა პრინციპები ბევრგან მსგავსია და ზოგადად ნახშირწყლები რო იწვევს და შაქრები რო იწვევს ინსულინის მატევასაც, რო იწვევს იმის, ასე ვთქვათ, სურვილებს რო გიჩენს რომ მეტი ჭამო და ასე შემდეგ, ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა ყველასთვის ერთნაირი და ამ მოცემულობის მენეჯმენტს ვინ როგორ მოახერხებს, ოკეი, ეგ ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს. ისიც, ასე ვთქვათ, უნივერსალურია, რომ აი კალორიების თვლის პრინციპი რო ავიღოთ და იმ კალორიების მიხედვით ვჭამოთ ნახშირწყლები და გვეგონოს რომ რადგან ამ კალორიების მიღებით, ასე ვთქვათ, კალორიების თვლით შევიქმნით დეფიციტს,
თქვათ, რა ვიცი, გჭირდება 3000 კალორია დღეში და ჭამე 1000-1200 კალორია და ან 1500 თუნდაც და აქედან 500 ან მეტი გამოვიდა ნახშირწყლები. ჩემი აზრით არასწორია და არ გამოვა ეგ ამბავი და ამის შესაბამისი სამეცნიერო ასე ვთქვათ დამადასტურებელი ფაქტებიც ბევრია სინამდვილეში მაგ დროს ხდება ეგეთი რაღაც, რომ ის ნახშირწყლების გამო შენ ინსულინი გიწევს, მეტის ჭამა გინდება, ამასთან ერთად არ იწყება შენი უკვე დაგროვილი ცხიმის წვა, იმიტომ რომ ინსულინი თუ აწეული გაქვს, ეგ არ მოხდება, ინსულინის მაღალი ინსულინის შემთხვევაში შანსი არ არის, რომ შენმა ორგანიზმმა დაიწყოს უკვე დაგროვილი ცხიმის წვა და ამის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ წონაში, სადაც მე ვარ. შესაბამისად, იმის წვასაც თუ არ დაიწყებს და თან დეფიციტი შეიქმენი, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საკვების დეფიციტი შეიქმენი, არამედ ენერგიის დეფიციტი შეიქმენი, იმიტომ რომ შენი ორგანიზმი არ წვავს იმას, რაც დაგროვილი აქვს და რაც ჭირდებოდა იმ ენერგიაზე ნაკლები მიიღე და უკვე დაღლილობის შეგრძნება, უკვე რაღაცა crash-ს რო ეძახიან, მოწყვეტის შეგრძნება გიჩნდება, გინდა დაისვენო, დაიძინო და ასე შემდეგ. როცა თუ არ შეიქმნი მაგ ეგრე დეფიციტს, ინსულინს თუ არ აიწევ და სხვანაირად შეიქმნი დეფიციტს, ანუ კალორიულ დეფიციტს შეიქმნი, ოღონდ არა ინსულინის აწევის ხარჯზე, ანუ არ მიიღებ ნახშირწყლებსა და შაქრებს, მაგ შემთხვევაში ენერგიის პრობლემა, ენერგიის ნაკლებობის და ენერგიის დეფიციტის პრობლემა საერთოდ არ გიქნება. იმიტომ რომ დაბალი ინსულინის პირობებში შენი ორგანიზმი ავტომატურად იწყებს უკვე დაგროვილი ცხიმის წვას და იმას იყენებს უკვე ენერგიად რა. და შენც ეგ გინდა სინამდვილეში, ანუ წონის კლების დროს შენც გინდა რომ იწოდეს ის დაგროვილი რაც გაქვს, ხო? ეს არის მთავარი მიზანი ეგ არის. ხო, შესაბამისად, აი ამის აღნიშვნა მინდოდა დღეს. ნახოთ ახლა ხვალისთვის რაზე ვისაუბრებთ. კომენტარებში მითხარით, რას ფიქრობთ? მიკომათოთ, ვიჩხუბოთ, არ არის პრობლემა. მთავარია რომ გავარკვიოთ ვისთვის რა არის სწორი და ყველამ თქვენი, ასე ვთქვათ, გზა იპოვოთ. დროებით.